საქართველოს ეროვნულ გამოცდებზე მე-12 კლასელებთან ერთად მე-11 კლასელებსაც ჰქონდათ უფლება, რომ ეს გამოცდები ჩაებარებინა და მიეღოთ გამოცდილება. თუ როგორ მოახდენენ, თქვათ, დროის მენეჯმენტს, რა ტიპის საკითხები იყო, რა გარემო იყო. აი ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ადამიანს, რომ აი ეს ცოდნა, გამოცდის ჩაბარების, განცდები ეხმარება ადამიანს შემდეგ ჯერზე გააუმჯობესოს. ეს ეხება არა მხოლოდ ეროვნულ გამოცდებს, არამედ ნებისმიერ საერთაშორისო გამოცდებს, მაგალითად ეს TOEFL იქნება, Duolingo თუ სხვა, ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე მეორედ გავიდნენ გამოცდაზე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა იგივე აქვს ადამიანს, აი ეს გამოცდილება ეხმარება, რომ გააუმჯობესოს შედეგები. სამწუხაროდ, საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2025 წლიდან ეს შესაძლებლობა, რომ მე-11 კლასელების გავიდნენ გამოცდაზე, მიიღონ გამოცდილება, აღარ ექნებათ. მიზეზი არ დაუსახელებია თუ რატომ აკეთებენ ამას. შეიძლება ეს იყოს ხარჯების შემცირება, შეიძლება სხვა რამ იყოს კიდევ დასახელებული მიზეზად, მაგრამ არ უთქვამთ. თქვენ რას ფიქრობთ? დამიწერეთ კომენტარებში, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია, რაც გაკეთდა. და იმედია მომავალში გამოსწორდება. ველოდებით თქვენს პასუხებს.